რა მოხდა ფრონეს ხეობაში სოფელ კოდაში გვიან ღამით სროლის ხმა გაისმა. ეს არის ბოლო დასახლება, რომელზეც საქართველოს კონტროლი ვრცელდება. 4 ხმა ამ დრომდე დაუდგენელმა შეერაღებულმა პირმა ადგილობრივ მკვიდრს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. უარის შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. ნახევარსაათიანი სროლა ქართველი სამხედრო პოლიციელების გამოჩენის შემდეგ შეწყდა. მარიონეტული რეჟიმი ინციდენტთან კავშირს უარყოფს. როგორია ოფიციალური თბილისისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოზიცია? გიორგი მანჯავიძე მუშაობდა დღეს თემაზე. მეტი სიფრთხილე და ყურადღება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფრონეს ხეობაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. სადამკვირვებლო მისიამ სოფელ აბანოს, კოდასა და წნერში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით მონიტორინგი ჩაატარა. მისია მიესალმება ჩართული მხარეების მიერ ცხელი ხაზის გამოყენებას და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ცხელი ხაზის მეშვეობით მომხდარი ინციდენტის გარემოებათა გარკვევას. ოცემული შემთხვევა განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც დეკემბერში ერგნეთში ჩატარდება. ოსური მხარე ფრონეს ხეობაში მომხდარ ინციდენტთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამოძიებით თავადაც დაინტერესებულია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ სულ მალე ჟენევაში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე და გვინდა რომ მხარეები გამყოფ ხაზს გასწვრივ ყოველთვის იყვნენ ყურადღებით, რათა ასეთი ინციდენტები მეტი აღარ განხორციელდეს. ინციდენტის პარალელურად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. რუსეთის სამხედრო წვრთნას მართავს საქართველოს საზღვართან ახლოს სომხეთშიც, ეგრეთ წოდებულ გიუმრის ბაზაზეც. თავისთავად ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საკითხი კვლავ წავე და ღიარჩება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა. ინციდენტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში გუშინ გვიან ღამით მოხდა. 4 ხმა შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. შეიარაღებულმა პირებმა ტერიტორია მხოლოდ ქართველი სამხედრო პოლიციელების გამოჩენის შემდეგ დატოვეს.